გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით გალანდია. ჩემი ამბოლოდროინდელი რომანის გმირი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი ისევ ებრძვის ჩვენს ულამაზეს ქვეყანას, ისევ ცდილობს თავისი მზაკრული გეგმების გატარებას, ისევ უნდა რომ გვავნოს. მაგრამ ჯერჯერობით მისი ქმედება ევროკომისიის ყველა წევრში გამოხმაურებასა და თანადგომას არ იწვევს. დიახ, თვითონ თქვა, რომ საქართველოს მიმართ სანქციების სხვადასხვა რეჟიმის ფარგლებში რამდენიმე ზომა წამოვაყენეთო, თუმცა მიღება ვერ ხერხდება, რადგან ყველა წევრი სანქციებს მხარს არ უჭერს. თქვა და ცრემლი მოერია. ცოტა შემეცოდა კიდეც ეს ჩემი აზრით სრულიად უფუნქციო ქალი. რამდენს მუშაობს, როგორ ირჯება, ალბათ ღამეებს თეთრად ატარებს, დღეებს კი შავად, რათა ამ დედამიწაზე თავისი დანიშნულება შეასრულოს. ქნას ის, რისთვისაც, როგორც მას გონია, მოვლენილია ამ ქვეყნად, ანუ გვავნოს ჩვენ, ავნოს საქართველოს და ამით მაინც დაემკვიდროს რაღაც ადგილი ევროკავშირის ისტორიაში და არაფერი გამოსდის. გადავხედე მის ცხოვრება მოღვაწეობის არ შემეშინდება ამ სიტყვის უცნაურ გზას. ესტონეთში იურიდიული ფაკულტეტი დაუმთავრებია და მერე თეატრის რეჟისორის დამხმარედ მუშაობდა. დიახ, მე თეატრის ცოტა გამეგება, მაგრამ არასდროს მსმენია, რომ რეჟისორს დამხმარედ იურისტი სჭირდებოდა. თუმცა თანამედროვე თეატრი ძალიან რთული და გაუგებარი ორგანიზმი გახდა. ასე რომ ყველაფერია შესაძლებელი მით უმეტეს იდუმალ ესტონეთში. მერე ბიზნესის სკოლაც დაუმთავრებია ლონდონში და ისე წარმატებით, რომ 2021 წლის იანვარში ესტონეთის პრემიერ-მინისტრი გახდა. დიახ, კაია კალასი 3 წელი იყო ესტონეთის პრემიერ-მინისტრი. ეტყობა ტყუილად არ ჩაუვლია მისთვის თეატრში გატარებულ წლებს. კაია კალასი ჯიუტი ადამიანია. მან მიზნად დაისახა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა მოარყიოს, დაანგრიოს, გაანადგუროს და ესტონური მიზანდასახულებით მიყვება ამ გზას. მე კი ისევ სვამ კითხვებს, რატომ აკეთებს ამას ის და მისი მთლად უფროსი ვიოლა ფონ დერ აინე კლაინე ნახტმუსიკ. ნუ თუ ეს ორი ცივი ქალი ვერ ხვდება, რომ არაფერი გამოსდით. ამდენი ხანი ერკინებიან ჩვენს მიერ არჩეულ გზას, როგორც ვერძი ახალ ჭიშკარს და არაფერი გამოსდით. ეტყობა მათთვის საქართველოზე გამარჯვება უკვე პრინციპულ საკითხად იქცა. ვერ გაიმარჯვებენ, იმიტომ რომ გამარჯვების საწინდარი ბაზა, საფუძველი არ არსებობს, მაგრამ მაინც არიშლიან თავისას. სხვათა შორის ზუსტად რომ კაია კალასის ქმარი იყო ომის დაწყების შემდეგ, რომ მშვენივრად თანამშრომლობდა რუსულ ბიზნესთან და კარგ მაყუთსაც აკეთებდა. მაგრამ კაია კალასმა თურმე ამის შესახებ არაფერი იცოდა. დიახ, კაია კალასმა ის იცის აქ ჩვენთან საქართველოში თაგვისა დარბის და ბუზი რას აჯდება და მისი ქმარი საიდან შეულობდა მილიონებს, ეს არ იცოდა. საინტერესო ადამიანი, რომელიც აზრზე არაა მისი ქმარი რითაა დაკავებული, ასეთ ადამიანს განა შეიძლება ქვეყნის მართვა ანდო? საკითხავიც ესაა. კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ კაია კალასის პრემიერ-მინისტრობის დროს ესტონეთის შიდა მოხმარების პროდუქტი რეკორდულად დაბალ მაჩვენებაზე იყო დაშვებული. ეს ჩემი აზრი არ გეგონათ. ამას თვითონ ესტონელები ამბობენ. კაია კალასის 3 წლიანი პრემიერობა ესტონეთის ეკონომიკისთვის სრული კრახი აღმოჩნდაო. ქვეყნის ისტორიაში ესტონეთი არასდროს ყოფილა ევროპაში ეკონომიკური მაჩვენებლით ბოლო ადგილზეო, თანაც რამდენიმე წლის განმავლობაში. მაგრამ ეტყობა მისი საქმიანობა, მისი ოჯახური გაურკვევლობა არ გახდა ევროკავშირისთვის სიგნალი და ის 24 წლიდან ვიცე ურსულად დაინიშნა. ანუ რაც უფრო გაფართჯაყდები საკუთარ ქვეყანაში, მით უფრო მეტი შანსი გეძლევა ევროკავშირში კარგი თანამდებობის დაკავებისა. სუფთა ლავუაზიეს კანონია, მეგობრებო. მოკლედ, კაია კალასი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს და არ იღლება ღრმა შეშფოთების გამოხატვით. დიახ, ვიყურებს, შფოთავს და გამოხატავს. ისე კი ხომ ამჩნევთ, მეგობრებო. საქართველო არა ევროკავშირის წევრი ქვეყანა და რა უაპელაციოდ, ქედმაღლურად, ამპარტავნულად გვეპყრობიან და სულ მიგვითითებენ თუ როგორ ვიცხოვროთ და ვინ გვიყვარდეს.
ხომ წარმოგიდგენიათ მათი წევრი ქვეყანა რომ ყოფილიყავით, ალბათ სულ ჯარიმების რეჟიმში ვიქნებოდით. დიახ, მაშინ ალბათ სულ გაგვანულებდნენ. იმიტომ რომ ეკნებოდათ დასჯის ბერკეტები ამ კაიებსა და ურსულებს. მე დიდი ხანია იმას ვემხრობი, რომ ევროკავშირში ჩვენი ჰიპოთეტური გაწევრიანების საკითხი საჯარო განხილვა უნდა დაიწყოს. იმიტომ ვარ ამის მომხრე, რომ გეფიცებით ჯერჯერობით ვერ ვნახე ისეთი მიუკერძოებელი ეკონომისტი, ვინც ამიხსნიდა თუ რა სარგებელს მოგვიტანს ევროკავშირი. და მითიურ მილიონებსა და მილიარდებზე კი არ მინდა ლაპარაკი, მე კონკრეტული პასუხები მაინტერესებს. რას მოგცემს ევროკავშირის წევრობა? კონსტიტუციაში დიდი ამბით რომ ჩავწერეთ და მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მათ დროშებს რომ აფრიალებენ. და ისე რატო აფრიალებენ ევროკავშირის დროშებს ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირის წევრი არ არის? ავანსად? ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.